2011 წელს 14 ივნისს ჩემს სატელეფონო ზარზე სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე სახლიდან მოტყუებით გამიყვანეს და სოფლის ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ ვიტყვით დაკავებას, იმიტომ რომ ეს იყო გატაცება, გამიტაცეს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა და დღეობით არის ცნობილი და მავდროულად დამტკიცებული იმჟამინდელი რეჟიმის სამართალდამცავმა პოლიციელებმა. ესენი იყვნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი აცგარდაცვლილი ვახტანგ აბაშიძე, რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია. ამ პირებმა ჩემს მიმართ არადამიანური მოპყრობა და კანონის დარღვევა დაიწყეს დაკავების გატაცების მომენტიდან. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ არ უთქვამთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, არამედ თავს ასახებდნენ კრიმინალებად და შესაბამისად იქცეოდნენ კიდევაც როგორც კრიმინალები. მეტიც, როგორც სადისტები. ცემა დამიწყეს მათ დაკავების მომენტიდან, უმაქციეს სავარძლებს შორის, ხელები შემიკრეს მაისურით, მათ ჰქონდათ უთასმნო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩამჩარეს, ძალად ჩამიდეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით და მიყენებდნენ აბსურდულ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა არც პოლიციის ქმედებას და შემიძლია ვთქვა, რომ არც ადამიანის ქმედებებს ზოგადად. შემდგომ მათ მიმიყვანეს მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ქარხნის შენობაში, სადაც ასევე გააგრძელეს ჩემი ცემა წამება, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ უკვე დამიწყეს სხეულზე, კონკრეტულად კი იღლიებში სიგარეტის დამწვრობა. და მთხოვდნენ იმჟამად ძებნაში ყოფნი ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიზეზებით ძებნილი პირის შესახებ ინფორმაციის გამოძალვას ეცადნენ. მათ მის შესახებ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია, როგორც ადგილმდებარეობის შესახებ, ისე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი. და ვეუბნებოდი კიდევაც მათ ვერ ვახერხებდი ამის შესახებ თქმას მანამდე, სანამ ამ ცემაში არ მოვახერხე პირის ავტომატის ცეცხლსასროლი იარაღის ლულისგან განთავისუფლება. სადაც უთხარი კიდევაც მათ, რომ ისინი ჩემთვის გასაგები იყო, რომ იყვნენ პოლიციელები და უთხარი თუ რა მიზნით აკეთებდნენ ამას და რა სურდათ კონკრეტულად მათ ჩემგან. მითხრეს, რომ მათ სჭირდებოდათ ინფორმაცია ძებნილის ადგილმდებარეობის შესახებ, რაზეც მოვახსენე, რომ ჩემთვის უცნობია მისი ადგილმდებარეობა, უცნობი იყო მანამდეც და არ შემეძლო მომავალშიც გამიგო.